ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. ანუ ვიღებდი პასუხისმგებლობას ასობით მოსწავლეზე და ათასობით მშობელთან. და რა თქმა უნდა ამისთვის სერიოზული მოსამზადებელი ეტაპი იყო საჭირო. შესაბამისი გუნდის შეკრა იყო საჭირო, მწვრთნელების მოძიება და ამას ყველაფერს დრო ჭირდებოდა. პირველ წელს ხავდა დაახლოებით 300-მდე მოსწავლე, მეორე წელს 500, შარშა 700 და მომავალ 1000 ბავშვს ველოდებით. რა თქმა უნდა ციფრები კარგი თქმელი არის, რომ იზრდება. ეს გვაგზავნებს იმას, რომ სწორად მუშაობს, მწვრთნელები სწორად მუშაობენ და სოგზაზე დგას აკადემია. ჩვენც ვითარდებით, პროგრესირებთ და მივდივართ იმ მიზნებისკენ, ამ მიზნების აქვს დასახული აკადემიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აკადემიის მხრიდან მწვრთნელებმა გააკეთონ იმდენი, იმუშაონ იმდენი ამ ბავშვებთან, რომ ამ ბავშვებმა თავის მაქსიმუმ პოტენციალს მიაღწიონ. ყველას აქვს, რა თქმა უნდა, რაღაც მონაცემი, ყველას აქვს ხასიათი და ყველას აქვს ტალანტი, ასე ვთქვათ, და ეს უნდა გამოვიყენოთ დადებითად და ეს უარყოფითი მხარე, რაც აქვს ბავშვებს, რაც ყველას ჰქონია ჩვენს კარიერის განმავლობაში, ის მინუსები უნდა ვაქციოთ პლუსებად. ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა, დიდი დროის გატარება უნდა დარბაზში, მონდომება და როცა ეს ხასიათი გაქვს ადამიანს, ყველაფერი შესაძლებელია. დღესდღეობით ყავს 3 უცხოელი სპეციალისტი და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი არის არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის, ვინც ჩვენს აკადემიაში საკმაოდ ბევრი არიან. თავიდანვე ისწავლონ სწორი გალაბურთის, სწორად აღზრდა ბავშვების, არა მარტო ტექნიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და აგრეთვე მინდა აღნიშნო, ყავს ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან გვეხმარება ჩვენს მწვრთნელებსაც, ჩვენს ბავშვებსაც. როცა ადამიანი ფსიქოლოგიურად არის ძლიერი, მას უფრო მეტი შანსი აქვს, უფრო კარგი შანსი აქვს მიაღწიოს იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს დასახული. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აკადემია, ეს არ არის მხოლოდ ვინმეს აკადემია, ეს არის ჩვენი აკადემია, მე ესე ვიძახი. ყველას თანაბარი როლი აქვს ამ აკადემიის წარმატებაში და რა თქმა უნდა, როგორც მოთამაშეს მართებს მოთმინება, რომ მიაღწიოს იმ მიზანს, რაც აქვს. ჩვენც რა თქმა უნდა გვაქვს მიზნები და ჩვენს დროთა განმავლობაში მივახცევთ იმ მიზნებს, რომ ამ აკადემიაში გაიზრდებიან ძალიან მაგარი სპორტსმენები და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა პირველ რიგში წარმოაჩენენ თავიანთ თავს.